მოგესალმებით, დღევანდელ გადაცემაში თიხის პატარა ოსტატის ისტორიას მოგიყვებით. იმერეთში და კონკრეტულად ზემო იმერეთში თიხის დამზადებას უძველესი ისტორიაა. გარდა იმისა, რომ თიხის ნაკეთობები ეს არის ქართული მემკვიდრეობა, ამასთან ერთად ადგილობრივი მოსახლეობისთვის ეს ერთ-ერთი მთავარი შემოსავლის წყაროა. დღევანდელ გადაცემაში ჩვენ მოგიყვებით 13 წლის ბიჭის ისტორიას, რომელმაც ასეთი ნაკეთობების გაკეთება ტრადიციულად ბაბუისგან მიიღო. გადაწყვიტა, რომ ეს ტრადიცია თანატოლებს უფასოდ გადასცეს. გარდა ამისა, ადგილობრივ მოსახლეობას გადასახური მასალა უფასოდ მიაწოდოს. ესენი რა ღირს? 5 ლარი, 3 ლარი. 5 ლარი და 3 ლარი, ორივეს ავიღებ თუ შეიძლება. მაშასე, მოდით ერთად ნახოთ 13 წლის თიხის ოსტატის ლაშა მახათაძის ისტორია იმედის გმირებში. ლაშა, უნდა მოწევი. უნდა გავავსოთ. გიორგი წალი შეწყალია. ლაშა ყალე და ჯერი ხავ. კი გავდები. არა. აკეთე გიო წყალი მოიტანე. და ხო კახე ასტაღალ ცოტაი. რა? ასტაღალ, აი. ამის გარდა თეორიები კიდევ რომ მივიტანოთ. რა უნდა ვიჯვამდე? მაგავსოთ ვიჯვა. ისე მოდის კარგად წყალი. დაგვაკეთებ გადმოვამდე მერე. იო, უღევა. თენგოს მუტა, ნაცა ვზავ. იჯო. ახლა, ხოტა ჩაღაერა წევიეს მე. ცოტა გიერა ბევრი ვარე. აი ურე წევი. იგონა აჭერდი. იაკი, ურე შეფე ცოტა მოახო იტყვის. ახლა, ბლოვა ჩაღარი მაგია. გიზაია მუშაობა. აჭერდი გორა. ქუში და სტელი ვილი. ეზგა. ჯეჯუგო. აგრე. შემიჯება მოცხით მარი. ცოტა სტაგერე ითახარდი ნებეთი. ავალი მარა. აჭერდი. ევიდა მოდი. ამოდი. გორა. გულ ბაბაჟო. ამოდი. ბიჭო, დევით ამოდი. არ ჩავარდი, მაგრამ გადავაგდო. ბიჭო, რა მოითან გუთიკირე დავიწყე. ხო. ამევიდე ჩვენ. ამოდი ხოლო. შენ ბიჭო, შენები დადი და მეიქნა, გაი. შენ ორი განდე ვაცა. ისე, ეს დღეს რომ დავალბოთ, გაი. კი. დავალბოთ. აი დავზი. ხო, ხო, დევით ამოდი. ამოდი. ახლა ძუარ ყალი. შენი მოგაღვეძრები და. დევით ჩახვალ დავაუსებ. აი. ამაზე შეუნა დაღამებამდე. მომდე შემოუწია. 4-5 წელია გრამიტის რას დავიწყე და ჩემი წინაპრები აკეთებდნენ გრამის თავიდან მერე მამა ჩემის გამისწავლე 7 წლის ასაკში 8 წლის ასაკში რომ ვიყავი 13 წლის რომ გავხდი მე თვითონ უფრო მეც ვაკეთებდი აქამდე ცოტას ვაკეთებდი შუა დღისას მამა ჩემი რომ ისვენებდა მე დაზგაზე მივიდოდი და ვაკეთებდი გრამის შემდეგ ჩემ კლასელებსაც ვასწავლე გრამიტის რა მეზობლებსაც მეზობლებს გრამიტს უფასოდ აძლევდი ხოლმე რომ დაჭირდებოდათ რო გავიგებ რომ ვიღაცას გრამიტი ჭირდებას მე თვითონ მე ჩავუტანხმე სახში და ვეხმარები ხოლმე დახურვაში სახლის დახურვაში დაც მიხარია რომ ჩემ კლასელებსაც ვასწავლი გრამიტის ჭრას და მინდა რომ ეს ტრადიცია არ დაიკარგოს
გაძილოს დიდი ხანი უნდა. 3-4 საათი. თუ კარგად იმუშავა 3 საათი, თუ არა და 4. სამიო. ეს არის ყალიბი, სილაში გამოვავლოთ, რომ თიხა არ მოედოს. შემდეგ ამ დაზგაზიდაც უნდა დავაყაროთ ცოტა სილა, რომ დაზგაზიდაც არ დაეწეპოს თიხა. დავისვენოთ ხელები, რომ თიხა კარგად მოვიტანოთ და მოვიტანოთ თიხას. ასე მოვიტანთ ვიცას და გადავასწორებთ ზედ. მიწა უნდა იყოს, მაგარიც არ უნდა იყოს და თხელიც უნდა იყოს საშუალებაზე, რომ ამით ისერად მოვიჭრას. აი ამ ჯოხის საშუალებით ზედმეტ თიხას მოვაცლით ახლა ჯერ. და გავუგეს რგოლი. ასე უნდა გავასწოროთ, მე შევალამაზებთ და სწორა უნდა იყოს. შემდეგ გამოვიღებთ ამ הזה და ძველადაც ასე აკეთებდნენ და ახლაც ასე ვაკეთებ ძველად. ეს ახლა დილის 4 საათზე რომ მოვუკიდოთ ცეცხლი, ადრე უნდა ავდით და საღამოს 8 საათზე დამთავრებული გექნება. ანუ ეს რო გაცივდეს, უნდა 1-2-3-4 დღე მაინც ვიცი რომ გაგრილდეს და გამოწვას ეყოფა მაგდენი? გამოწვა 1 დღე უნდა გაგრილება 3 დღე მაინც. ლაშა კურაში კრამი ხდება ხოლმე? კი ხდება ხოლმე. მე 3 დღე და გამწვარი გრამი. ისე 40 საუბრით დავალბობთ ისე ხეთქავიდან და ზილამერიდან გამოწვარი დაერბება მე? გამოწვარი არა, გამოწვარი რა ვიცი ეგ გუგრია. დავდა. მოიტანა ჭერშავიდო. ეს მე რას უნდა გავწუში? ცეცხლი არ დავაკლო სახაჩვენ, რომ ლახა არ გამოვივიდი. ალექსანდრე მაკედონელმა დაისახა მსოფლიოს სახელმწიფოების შექმნა, რომელშიც უნდა გაერთიანებულიყო მთელი მაშინდელი ცივილიზებული სამყარო და ამ ერთიანობას საფუძვლად უნდა დადგებოდეს 3 პრინციპი. პირველი, ენობრივი ერთიანობა, რაც მომავალ მსოფლიოს სახელმწიფო ინაბრები კრამით საკეთებდნენ და ამეც ძალიან
მიხარია რომ ყველა კრამიტს აკეთებს, მაგრამ ერთადერთია ჩემმა შვილმა მემკვიდრეობით დაიწყო მამამისიდან ისწავლა კრამიტის გაკეთება. აიყოლია თელი სოფლის ბავშვები, დასაქმებულები არიან კრამიტში, მაგრამ როცა კრამიტი ჭირდებათ, ლაშას ურეკავი. ყველაზე მეტად კრამიტის ნგარბის. უყვარს. ხარებით ძალიან უყვარს. ყველაფერს აკეთებს, რა ვიცი. ძველი მეთოდი მიხარია, ამიტომ რომ მამა პაპური ცხოვრება სოფელში არ იკარგება. ეს კრამიტი დააკეთე, რო დავიდარდა და ბავშვები ნახე, მოსულები ყველა იყო მოსული, ყველა ვისაც დაური, ყველა მოვიდა, დედო, ვიოლი, კახა და ვახო. ისმენ რა გუდის თქვენ რომ წანდებით კრამიტი დავხოთ გითხამთ ლაშას თუ აქვს ბადური ხარ ხო კარგი არ ვეტყვი აგერ მას ლაშას ვეტყვი და გეტყვის აგერ თუ აქვს იგი მამგოდია ლაბარგი კრამიტი ბატონო გაიო კი მაქვს რამდენი ხო მაქვს ბატონო იცი მე თვითონ მოგიდან სახში შეხვალვე ხო იყო რამე გაკეთეთ შეგავდება? არა. მაშინ რამე შეკითხოს დავსო ალექსანდრე მაკედონელი. რა სამი საფუძველი დაუდო ალექსანდრე მაკედონელმა ამ იმპერიების შექმნას? აბალაშვილის. ენობრივი ერთიანობა, კულტურული ერთიანობა, პოლიტიკური, ეკონომიური ერთიანობა. კი ბატონო, რომელ წელში ალექსანდრე მაკედონელის ზეობის წელი რომლებია? ალექსანდრე მაკედონელის ზეობის წლებია 326-323. კარგი, აბსოლუტურად კარგი. ყველა მასალა იქნებოდა რეგისტრირებული. ხო, ისე შორენას აქტივობას აპირებ ამ წელს აუცილებლად უნდა იყოს წინასწარ რეგისტრაცია, შიდა დაკვირვების ჯგუფთან. არა, მაგრამ ლაშა არის საკმაოდ მოწესრიგებული ბავშვი. აკადემიური მოსწრებაც არ აქვს ცუდი, იმასთან ერთად რაშრომასაც ის გადის და რასაქმესაც აკეთებს. ძალიან დასაფასებელია ის, რომ ისე ძალიან პატივსცემს ის ტრადიციებს და მემკვიდრეობის ამ კულტურას. და ეს ამ კულტურას რა თქმა უნდა სწავლობს მისი მამა პაპიდან და ცდილობს როგორც შეუძლია თავისივე პატარა ხელებით ეს მემკვიდრეობა გაუზიაროს თუნდაც ამ ხანაკებს და რა თქმა უნდა შეუნახოს შთამომავლობას ეს მემკვიდრეობა ეს ნამდვილად დასაფასებელი და დიდი შრომა და დიდი პატივია ქვეყნის წინაშე კულტურული მემკვიდრეობის ესე ვთქვათ გადარჩენა ვინაიდან მას დიდი ყურადღება ეხლა ამ ეტაპზე რატომღაც არ ექცევა. მისასალმებელია, რომ ასეთ პატარა ასაკში, მცირე ასაკში ბავშვი დაინტერესებულია იმ დიდი ტრადიციებით, რაც ჩვენ წინაპრებს ოდითგანვე მოდევდა და იმ კუთხეს, სადაც ეს ბავშვი ცხოვრობს, აგრძელებს იმ წინაპრების საქმიანობას და მარტო თვითონ კი არ აგრძელებს, თავის თანატოლებსაც ასწავლის, ვერჩი იღენებს და ნამდვილად კარგია. ეს ბავშვი გაიტაცა ამ საქმე და დღეს ერთ-ერთი შეიძლება ვთქვათ, კარგი სპეციალისტია უკვე თავის ასაკთან შებადებით, რა თქმა უნდა. და ოღონდ ერთი გული რაბის სიმართლე რო ვთქვა, გულისხმობა იმაში, რომ ქვევრების დამზადება აღარა და იქნება აი ამ ბავშვმა დაუდოს ისევე საფუძველი ქვევრების დამზადების საქმეს. დავადიდე, გამელოდი, აწახვიდე. ხარია, ძელი ეს მოიწვია. ლაშა კი დაუგებული როგორც მოიწვია.
როზე ჩამოვდი გაკვეთილები დასწავლე. ო, კაი. აბა თენგო შენ იცი დედი, აბა როგორ ჭკვიანად მოიქცევი, არაფერი დააშვა, ლაშას პური დაუნდე. ან როზე ჩამოდი დედი, გაკვეთილები სასწავლი გაქვს. არა მომიყვანო იქ. ო, აბა შენ იცი როგორ მოიქცევი. ჩემი შვილო როგორც კი დაბრუნდება სკოლიდან, ეგრევე უხარია რომ გაიქცეს ლაშასთან და ამ კერამიკით იყოს დაკავებული. მეც რა თქმა უნდა ხელს უწყობ და მოხარული ვარო, ასეთ რამეს აკეთებს ეს პატარა ბავშვმა გამოიჩინა ამხელა ინიციატივა და უხარია რომ ასეთ რამეს აკეთებს და არ ივიწყებენ ამ ძირძველ ტრადიციას, რაც ამ სოფელში ოდითგანვე იყო და ეხლაც პატარა ბიჭმა ამხელა საქმეს აღწევს და რა ვიცი, მოხარულები ვართ და იმედია უფრო და უფრო გაღვივდება და უფრო კარგი იქნება. შეხედეთ ბიჭო, მაგას პრობლემა არ არის, უჩამფრენად ეცვლი. ოკეია. მართლა ჩამწველა. ვიდეოლა. ჩამოვიდა და სად მივაწყოთ ე? იქ თუქაში მივაწყოთ. ხადალევან ფერდure მოაყენეთ, ასე რომ და ბადური ბიძას მაჩაუტან. აგია რომ რამდენი გვასწავლის ეს ხელობას, კრამიტის გაკეთებას, გამოწვას, კრამიტის გაკეთებას და ჩვენც ვეხმარებით ბავშვები და ნენელა გვასწავლის თვითონ რაც იცის და უფრო მეტი ისწავლის კიდევ ალბათ ჯერეთი სულ ბავშვია და ალბათ დიდი ხანი გავა და უფრო დაიხვეწება. ამ სოფელში ვინც იყვნენ ის ძველი ხალხი ვინც იყვნენ ახლა მოხუცები არიან და ეს მისდევს მის საქმიანობას და ჩვენც სწავლობთ ნენელა და ვეხმარებით და ვაკეთებთ კრამიტს. ბაბუა ჩემი მიყვებოდა რომ ადრე ჩვენ სოფელში ძალიან ბევრი თიხის ოსტატი იყო. ახლა სულ რამდენიმე ადამიანი შემორჩა ვინც თიხის ოსტატობაზე მუშაობს. მე მინდა რომ ამ სოფელში ბევრმა იცოდეს თიხაზე მუშაობა. მე კრამიტის გაკეთება იმიტომ ვისწავლე რომ ეს ტრადიცია არ დაიგარგოს. მინდა რომ ჩემს თანატოლებს ვასწავლო. არ მინდა რომ ჩემ სოფელში ეს ტრადიცია დაიგარგოს და მინდა რომ ყველა სახლი კრამიტით იყოს გადახურული. შავად კრამიტი მოგიტანი.